ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბადრი კოჭლამაზაშვილს ქთამის აღებაში ადანაშაულებენ და საჩივრის შეტანას მის წინააღმდეგ აპირებენ. ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლემ საქმეზე განაჩენის სანაცვლოდ 10,000 დოლარის ოდენობის ქთამი აიღო. ამის დამადასტურებელ არგუმენტად კი ახლობლები ასახელებენ ფაქტს, რომ კოჭლამაზაშვილმა წინსწრებად დაფარა 2 იპოთეკური სესხი. ეგრეთ წოდებულ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი შეტანილი აქვს პროკურატურასაც, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილების გამართლებელ ნაწილს ასაჩივრებს. ადამიანს, რომელსაც არ ვიცი, ჩვენ ვაფასებდით როგორც ყველაზე სამართლიან მოსამართლედ, ნამდვილად არ გვეგონა, რომ ამისთანა გადაწყვეტილებას მიიღებდა. გვეგონა, რომ რახან თავის ძმა მუშაობდა პროკურატურაში, ბოლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გვეგონა, რომ პროკურატურასთან შეკრული იყო. მაგრამ რას უკაცრავად, დადასტურდა აქეთ საბუთობრივად 2 იპოთეკური სესხი ქონდა მაგკაც აღებული ამ კოჭლამაზაშვილს და გუშინ ზუსტად მოხდა ამ სესხების დაფარვა. მივიღეთ და გავეცანით განაჩენს, რომელსაც მე ვერაფრით ვერ უწოდებ სამართლებრივ განაჩენს, ეს არის წმინდა პოლიტიკური განაჩენი, ემყარება სიყალბეს, სრუჩვენებებს, ირიბი მოწმეების მიერ მოცემულ აბსოლუტურ სიცრუეს.